ავადმყოფები თბილისის დიდ სინაგოგაში. Спасибо большое. ეხლა აქ რა მინდა რომ ვნახოთ. თბილისის დიდი სინაგოგა აშენებული 1911 წლებში ახალციხელ ებრაელთა მიერ. ხო? წავიდეთ ახლა, 1904-1911 წლებში უკვე გასაგებია, რომ აქ ებრაელები დიდი რაღაცა ფულით სარგებლობენ. დიდი საქართველოს მოღვაწე რაბინები, თალმიდ ხახმები. სარგებლობენ, ესე იგი, არ ვიცი რითი სარგებლობენ, მაგრამ შევიდეთ, აბა თუ შემიშვეს და რომ გამოვა მე რაღაცებს გეტყვით. აი აქ დგას ალბათ ერთი, კითხულობს, აქ-ზია. პირველად ვარ სინაგოგაში, მართალი გითხრათ, რომ იცოდეთ. აი ახლა მიუახლოვდით დაახლოებით იმ ადგილს, სადაც მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც იგივენაირად ფარდაა ჩამოფარებული, ამაღლებული ადგილია და აი ამის უკან ალბათ აღარავის აღარ აქვს შესვლის უფლება. იქ გუმბათოვანია, ხედავთ რომ გუმბათია. მწვანე, წითელი, ყვითელი ფერებით, იგივე არაბული ფერებით. და მოკლედ, აი ეს არის სინაგოგაში თბილისში დიდი სინაგოგა. აქ ხედავთ ასევე 7 წოტა მენორებს. ყოველთვის ამბობ 7 ფეხა, მაგრამ არის წესით 7 ტოტა, მაგრამ მე ვერ ხვდები რატომ ეშლება 7 ფეხა, რაღაციდან გამომდინარეობს. შესაძლებელია კიდევაც რომ ეს იყო 7 ფეხა და იყენა პირიქით. 7 ფეხიდან მომდინარეობდა და მაღლა ერთით გვირგვინდებოდა. ანუ მე ესე დავასკვენი. არ არსებულა რომ რაღაცა შეცდომა იყოს იმ საკითხში, რომელ საკითხშიც გამარჯობა. აქ როდის ტარდება ხოლმე შეკრებები? როცები? დიახ. დილაზე საღამოს. საათი? რომ დილას 9 საათზე საღამოს 7 საათზე. ყოველ დღე? მადლობა. კაი, დავტოვოთ ახლა აქაურობა და ეხლა მე მიჩნდება უბრალოდ კითხვა, ესეთი კითხვა მაქვს რა. ანუ ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქვეყანა, ხო? მე ესე მგონია რომ ვართ. ქრისტიანული ქვეყანა ხომ ვართ? ქრისტიანულ ქვეყანაში დაუშვა ის, რომ ისარგებლონ, ესე იგი, ქრისტეს უარმყოფელებმა. ეს მიმაჩნია, იცით რა მიმაჩნია ეს რაღაც აი როგორ გითხრათ ახლა მუსულმანები პრინციპში უფრო მისაღებია ვიდრე იუდეველები და რატო გეტყვით ახლა რა მუსულმანებს ქრისტე არ უწვიათ ჯვარს არ დაუჭერიათ და არ უწამებიათ მაგრამ აი მაგას ვერ ვიტყვი იუდეველებზე როდესაც აი მოღვაწე რაბინებიო თუ როგორ ეწერა მადლმოსილიო თუ რაღაცნაირად როგორ რაბინები რომლებიც საქართველოში რაღაცას აწარმოებენ არ რაბინი რომელიც ქრისტეს არ აღიარებს ახლა წარმოგიდგენიათ რაბინი რომელიც ქრისტეს არ აღიარებს რომელიც თავისი მოდგმიდან არის მრუში და უკეთური მოდგმისა როგორც ქრისტე ამხელს მათ
და თანაც ქრისტეს ჯვაროსნელი, ხო? ძალიან მიკვირს, რომ ქართული საზოგადოება, ქრისტიანთა საზოგადოება ამათ ნებართას რთავს, რომ ააშენოს აქ და ილოცოს ის, რაც ქრისტესთვის იყო პრინციპში ძველი, ხო? ძველი აღქმა. გადაუსვა ამას ხაზი და თქვა, რომ ეს არის სრულიად სიცრუე და სიდებილე, რასაც თქვენ აკეთებთ. იმიტომ რომ ახალი აღქმის გამგები ადამიანი მიხვდება, რომ ეს ძველი აღქმა არის აბსოლუტურად ხაზგადასმული ქრისტესგან, რა. ვიღაცა იტყვის ახლა, რომ არა, კი არ გააუქმა ქრისტემ იუდეური ძველი აღქმა, არამედ დააშენა მასზე. ახლა მეკითხვა მიშობა, თუ ქრისტემ არ გააუქმა იუდეური და დააშენა მასზე, მაშინ რა პრობლემა ჰქონდათ იუდეველებს? ანუ პრობლემა ჰქონდათ რამე, ხო დააშენა, ხო არ გააუქმებია. მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ კი არ დააშენა, მეგობრებო. აბსოლუტურად დაამსხვრია. გააუქმა კი არა, დაამსხვრია. ხო და 1904 წელს, 1911 წლიდან ისევ მოიპოვებენ იუდეველები იმის უფლებას, რომ აქ ააშენონ სინაგოგა და ყოველ დღე აქ საქართველოს მიწა-წყალზე, რომელიც არის ქრისტეს მიწა-წყალი, თავისი ბუტბუტი ლოცვები აწარმოონ 7 ტოტა მენორით. ნუ ჩემთვის უკვე აშკარაა, რომ იუდეველები კვლავ არიან და იყვნენ და კვლავ არიან ძალაუფლებაში, როგორც იუდეველების ერთ-ერთი განჯდოება, შემდეგ რომელმაც დაირქვა თავის თავზე მართლმადიდებელი და არა ქრისტიანი, წარმოგიდგენიათ? ანუ რაღაც უნდა და ეხლა ქრისტიანს კიდევ სახელის შეცვლა. თქვი, რომ მე ვარ ქრისტიანი და არა მართლმადიდებელი, ის კათოლიკი, ის ევანგელისტი და ასე შემდეგ. რა და რაღაც გააგრძელეს აბსოლუტური ისევ კვლავ აბსურდი. ჩემი აზრით, მეგობრებო, მაგარი ყემალზე ვზივართ და თავი გგონია როგორ ყვავი ვარსა თუ იშოვის თავი ბურბული გონიაო? აი ესე რა, დაახლოებით. თავი გონია ძალიან ჭკვიანი და ძალიან ქრისტიანული. არა და ჩვენი ქრისტეს მკვლელები აგერ გვიზიან და ლოცულობენ ყოველ დღე კვლავ და კვლავ. არ ვიცი, მე ვერ ხდები ამ ყველაფერს, მაგრამ თქვენ თუ ხდებით, მომწერეთ. თამარ, დავინახე, როგორ ჩაჭიდებული არიან დედამიწას ორივე ხელებით, თავისი ვარსკვლავითა და წიგნი, ალბათ მათი ბიბლიაა. ახლა ერთმა მომწერა ქრისტე რომაელებმა აცეს ჯარსო, ებრაელია ვიღაც და ბიჭო, ქრისტე რომაელებმა კი არ აცეს ჯარს, რომაელები აიძულეს იუდეველებმა, რომ ქრისტე ეცვა ჯარს. პილატე არ იყო იუდეველი, მაგრამ აიძულა იმ დამპალმა კაიაფამ, რომელიც კაიფობდა, დღემდე კაიფობს. აიძულა პილატე, რომ ჯარს ეცვა. ვინ მოითხოვა ქრისტეს ჯარსმა? ვინ მიიყვანა ჯრამდე? რომაელებმა? რომაელებს საერთოდ არ აინტერესებდათ, რას ქადაგებდა ქრისტე, მართალი გითხრათ. მოკლედ ეს სიტყვით რა ხო მაგარი გვაცინებენ რა. წავედი. იფიქრეთ.